მე თავგასიებულო. გამარჯობა, მოგესალმებით, მაგრამ რა მაინტერესებს კატა, შენა დედალი ხარ თუ მამალი? შენა ის თუ ვერ გაარჩია ამდენი ხანი დედალი ვარ თუ მამალი და ყოფილა შენი საქმე, მაგრამ დებილი ხარ, ძაღლო, დებილი. ისე გამართალი არის რომ ამბობენ ბავშვობაში დედმამას ვერ არჩენდა ერთმანეთისგანაო. ეგრე შენზეც ბევრ რაღაცებს ამბობენ, მაგრამ აგი არაფერს ვამბობ მე პირდაპირ ეთერში. პირდაპირ ეთერში? მიდი, რას ამბობენ? რას ამბობენ და მაგალითად ორივე მშობელი მამალი ხანდაო. ზეგი რა გინდა ეხლა მაგითი რო თქვა, მე პიდარასების შვილი ვარ რა ვხარ? მე ამინდა რა, მასი ამბობენ თორე მე რა. შენა ბიჭო რო გაგცხი პაკედანა, რა სად დაეცემი იცი შეკეტილი მოწყნულო შენა სად დაეცემი? დაგიღია პირი და ლაპარაკობ ყველაფერსა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან პირველად უკრაინა პოლონეთის ურთიერთობაში პირველი სერიოზული ბზარი გაჩნდა. დაიწყო ელჩების გამოძახები და გაგრძელდა სახელმწიფოს პირველი პირების განცხადებებით. მუდამ დავიცავთ პოლონეთის უსაფრთხოებას და სხვა ქვეყნის ინტერესი არასდროს დადგება პოლონეთის ინტერესებზე მაღლა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ეს განცხადება კიევში თავისი ელჩის დაბარების გამო გააკეთა. ამას წინ უძღვოდა ერთ-ერთი პოლონელი მაღალჩინოსნის სიტყვები, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა დაიწყოს თავისი მხარდაჭერის დაფასება. ასეთ პრეტენზიებს კიევს პირველად არ უყერებენ. ერთი თვის წინ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ უკრაინელები ყოველთვის არ ამბობენ მადლობას იმისთვის, რასაც იღებენ და კიევი ისე არ უნდა ეპყრობოდეს მოკავშირეებს, როგორც ონლაინ მაღაზია ამაზონს. ისე მართალიანი რომ ამბობენ, რომ დაიბადა ორივე თვალი ერთ მხარეს ჰქონდაო. ბიჭო არისოდი ეგეც მართალი არის და ისიც მართალი არის კიდე რომ დაიბადაო ორივე ყბაიო ქვედა ქონდაო და ისიც მართალი იქნება ახლა რომ აგიმუტელებს სახესა. ბიჭო რამდენჯერ გითხარი ბიჭო, რამდენჯერ გითხარი ყველა გადაცემაში გაფრთხილებ, ნუ მეუზრდელები და რემიზრად ჩუჩუნა მოჩამო ვისა. რუსეთმა ომის ვერც ეგრეთ წოდებულ პირველ ფაზაში მოახერხა დონბასის აღება და ვერც მეორე ფაზის დაწყების შემდეგ. რუსეთმა უკრაინაში ომის მეორე ფაზა აპრილის მეორე ნახევარში დაიწყო და თქვა, რომ მთავარი სამიზნე დონბასი იყო. მთელი ძალა სწორედ აღმოსავლეთისკენ არის მიმართული, თუმცა უკრაინა წარმატებით უწევს წინააღმდეგობას ოკუპანტ ქვეყანას. შესაბამისად, ბოლო 2 თვეა რუსეთს არ აქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ამ რეგიონში. ის თუ ვერ გაარჩია ამდენი ხანი დედალი ვარ თუ მამალი და ყოფილა შენი საქმე, მაგრამ დებილი ხარ, ძაღლო, დებილი. ისე გამართალი არის რომ ამბობენ ბავშვობაში დედმამას ვერ არჩენდა ერთმანეთისგანაო. ეგრე შენზეც ბევრ რაღაცებს ამბობენ, მაგრამ აგი არაფერს ვამბობ მე პირდაპირ ეთერში. პირდაპირ ეთერში? მიდი, რას ამბობენ? რას ამბობენ და მაგალითად ორივე მშობელი მამალი ხანდაო. ზეგი რა გინდა ეხლა მაგითი რო თქვა, მე პიდარასების შვილი ვარ რა ვხარ? შოუში მომხდარი ტრაგედიიდან 12 დღის შემდეგაც კვლავ აქტუალურია კითხვა, შეეძლო თუ არა ვერტფრენებს სტიქიის ზონაში ღამით ფრენა და იქ ჩარჩენილი ადამიანების გამოყვანა. შინაგან საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ ქართველ პილოტებს ღამის ფრენის ხელსაწყოები აქვთ, თუმცა ამის საჭიროება შოუში არ დამდგარა, რადგან არსებობდა მაღალი რისკი, რომ ბუნებრივი პირობების გამო ვერტფრენები ჩამოვარდნილიყო. უფრო მეტიც, ვახტანგ გომელაურის მტკიცებით საფრენმა აპარატებმა ცოცხლად გადარჩენილი 140 ადამიანის ევაკუაცია მოასწრეს, რის შემდეგაც უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე სამაშველო სამუშაოებში სითბური კამერებით აღჭურვილი დრონები ჩაერთნენ. ქვეყნის პირველი პოლიციელი ამბობს, რომ უპილოტო აპარატებით ადამიანების აღმოჩენა ღამის საათებში უფრო მარტივი და ბევრად უსაფრთხოა. ვახტანგ გომელაურის განმარტება ვერტფრენებთან დაკავშირებით საკმარისი არ აღმოჩნდა ხელისუფლების ოპონენტებისთვის. ოპოზიციის ნაწილი კვლავ ამტკიცებს, რომ სამძებრო ოპერაცია არასწორად დაიგეგმა, ვერტფრენები კი სტიქიის ზონაში დაგვიანებით ჩაფრინდნენ. ხელისუფლების ოპონენტები მართლ ძალას იმის გამოც აკრიტიკებენ, რომ ამ დრომდე ქვეყანას სამაშველო ოპერაციისთვის განკუთვნილი ვერტფრენები არ ყავს. ოპოზიციის ბრალდებებს სპეკულაცია და ტრაგედიით მანიპულირებად აფასებს ქართული ოცნება. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთადერთი მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ხელისუფლების დისკრედიტაცია. რა
შეიძლება შეჩემა შენა ავალიშვილ რამე მითხარი და როგორ შეიძლება რა უკნა Ora, bicho, che merideva, mara. Amasina ta uri moqqari, bicho, xalebi la paragodren, shezia bodren, sao, trakshi surma uguarso da martali gari rauxa. შენა ლუხა ჯორიკანა ტრაქში სურვა იოგია ტრაქში სურვა შეგიყოს და იმ ჯორიკანა კალიფსა კიდე მის მაგას ამობდნენ Bicho, me rames ki ar gabrale, frauxna. Prosto, marse moqqari quri gaige, da bebi fikre martla uguarso metki, da im togi xari. Ise tu martla giguars gasunile tugida. ერთი წელი ბათუმის შემზარავი ტრაგედიიდან ამბავს, რომელმაც ქვეყანა შეძრა 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მეხანძრე მაშველები მათ გადარჩენას 30 საათის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა ნანგრევებში მოყოლილი მხოლოდ ერთი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. შენობის ნაწილი, რომელიც 8 ოქტომბრის საბედისწერო დღეს გადაურჩა, მალევე დაანგრიეს. შეიცვალა 55 ოჯახის მისამართიც. ახლა 26 მაისის 13 ნომერთან დაღუპულების ოჯახის წევრებს მხოლოდ მოგონებები აკავშირებთ. Shena istuver garcia yandeni khani dedali var tu mamali da qotila sheni sakbei mara debili khar zalo debili ise gamartali gari ruambo ben pashobashi ded mamas verarchen da etvanetis gana ეგრე შენზეც ბევრ რაღაცებს ამბობენ მაგრამ აგი არაფერს ამბობდნენ პირდაპირეთში pi razamot რას ამბობენ და მაგალითად ორივე მშობელი მამალი კანტაო Segiragi da ეხლა მაგითი რო თქვა მე პიდარასების შვილი ვარ რა მე ამინდა რა მასი ამბობენ თორე მე რა შენა ვიჯო რო გაგსხი პაკედანა რა სადაეცე მის შეკეტილე მოწყნულო შენა სადაეცები დაგიღია პირიდან აბარაკო ყველაფერსა ისე მართალიანი რომ ამბობენ რომ დაიბადა ორივე თვალი ერთ მხარეს ჰქონდაო ვიჯო არისოდი ეგეც მართალი არის და ისიც მართალი არის კიდე რომ დაიბადაო ორივე ყბაიო ქვედა ქონდაო და ისიც მართალი იქნება ახლა რომ აგიმუტელებს სახესა ბიჭო რამდენჯერ გითხარი ყველა გადაცემაში გაფრთხილებ ნუ მეუზრდელები თორემის რა ჩუჩუნა მოჭამოვისა